მე-18 საუკუნის შუა პერიოდამდე გლობალური ეკონომიკა მზის ამოსვლასა და ჩასვლაზე, წელიწადის დროებსა და ადამიანის კუნთების ძალაზე იყო დამოკიდებული. წარმოების მასშტაბიც მხოლოდ კუსტარულ სივრცეს ფარავდა. სწორედ ამ დროს ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პრესტონში გამოჩნდა მეწარმე რიჩარდ არკრაიტი. იმ დროსა და ვითარებაში მანვე განსაზღვრა ის, რომ პროგრესისთვის ადამიანის ხელი ზედმეტად სუსტი და არასტაბილური იყო. პასუხად თავადვე შექმნა სისტემა, რომელმაც მსოფლიო სამუდამოდ მოაქცია დიდი აჩქარების რეჟიმში. არკრაიტი თავდაპირველად თავს პარიკების დამზადებითა და დალაქობით ირჩენდა. გენიალური გამომგონებელი, ნაკლებად, თუმცა გენიალური მენეჯერი ნამდვილად იყო. მისმა მთავარმა ქმნილებამ 1769 წელს დაპატენტებულმა წყლის ჩარხმა სრული ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინა. თუმცა გამოგონებაში მთავარი არ რკინის კონსტრუქცია, არამედ იმ გარემოს შექმნა იყო, სადაც ეს მანქანა უნდა განთავსებულიყო. ვინაიდან წყლის ჩარხი დიდი და მძიმე იყო, ის ვერ ეტეოდა გლეხის პატარა ქოხში. სპეციალური შენობა და ენერგიის მძლავრი წყარო იყო საჭირო. ასე დაიბადა კრომფორდის ფაბრიკა, პირველი ნამდვილი ინდუსტრიული ლევიათანი, რომელმაც საფუძველი თანამედროვე ქარხნულ სისტემას ჩაუყარა. არკრაიტმა შეცვალა არა მხოლოდ წარმოების წესი, არამედ დროისა და სივრცის აღქმა. მან შემოიტანა შრომის დანაწილების პრინციპი პრაქტიკაში, რაც მოგვიანებით ადამ სმითმა თეორიულად აღწერა. არკრაიტის ფაბრიკაში მუშა აღარ იყო შემოქმედი, რომელიც ქმნიდა პროდუქტს თავიდან ბოლომდე. ის გახდა მანქანის თანამატი, ცოცხალი ჭანჭიკი, რომელიც ერთსა და იმავე მონოტონურ ოპერაციას ასრულებდა. ამან წარმოუდგენლად გაზარდა პროდუქტიულობა. ეკონომიკური ეფექტი გამოუგნებელი იყო. მაგალითად, ბამბის ქსოვილის ფასი მკვეთრად დაეცა, რაც მას ხელმისაწვდომს ხდიდა მასებისთვის, ხოლო მოგების მარჟა მფლობელებისთვის კოლოსალურად გაიზარდა. სწორედ ეს იყო ის დრო და მომენტი, როცა კაპიტალიზმმა სახე იცვალა. სავაჭრო კაპიტალიზმი ყიდვა-გაყიდვის პრინციპი ინდუსტრიული კაპიტალიზმით იგივე წარმოებით ჩანაცვლდა. არკრაიტმა იქამდე წარმოუდგენლად მკაცრი დისციპლინა დანერგა, ზუსტი სამუშაო საათებით, სვლები და ჯარიმების სისტემა. წმინდა ორშაბათის ტრადიცია კი, როცა ხელოსნები ნაბახუსებზე ისვენებდნენ, სამუდამოდ წარსულს ჩააბარა. ქარხანა გახდა ადგილი, სადაც ადამიანები არა მზეს ან საკუთარ ნებას, არამედ საათს და ზედამხედველს ემორჩილებოდნენ. ამ სისტემამ ინგლისი მსოფლიოს სახელოსნოდ აქცია და უზრუნველყო მუზარ-მაზარის სიმდიდრის აკუმულირება, რამაც შემდგომში ბრიტანეთის იმპერიის გლობალური ექსპანსია დააფინანსა. არკრაიტის მემკვიდრეობა წლების განმავლობაში მხოლოდ ძლიერდებოდა. მე-18 საუკუნის წყლის ბორბალი 19 საუკუნეში ჯეიმს უატის ორთქლის ძრავამ ჩაანაცვლა, რამაც ქარხნები მდინარის ნაპირებიდან ქალაქის ცენტრებში გადაიტანა. მოგვიანებით ელექტროენერგია და ჰენრი ფორდის კონვეიერიც გამოჩნდა, რომელიც არკრაიტის შრომის დანაწილების პრინციპის ლოგიკური გაგრძელება იყო. დღესაც კი, როცა ვსაუბრობთ გიგაქარხნებზე, ავტომატიზაციასა და რობოტიზაციაზე, ვსაუბრობთ ენაზე, რომელიც რიჩარდ არკრაიტმა შექმნა. თანამედროვე გლობალური ეკონომიკა. ჩინეთის მანუფაქტურებიდან დაწყებული ამაზონის ლოგისტიკური ცენტრებით დამთავრებული დგას სწორედ ინგლისელი მეწარმის ფუნდამენტზე. მასშტაბის ეკონომია, პროცესების სტანდარტიზაცია და ადამიანური ფაქტორის მინიმიზაცია ეფექტიანობის ხარჯზე. 21 საუკუნის გლობალიზაციის ერაშიც, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ღურბლზეც ისევ ყველგან და ყველა დეტალში, ყოველდღიური ცხოვრების სულ ყველა ასპექტში, ისევ არკრაიტის განუზომელ ძალაუფლებას ვეჯახებით. მაგალითად, ჩვენს გარდერობში, სწრაფი მოდის იაფასიან ტანის სამოსში, თუნდაც ჯიბეში სმარტფონის სახით, რომელიც ათასობით ნაწილისგან შედგება და სხვადასხვა კონტინენტზეა აწყობილი. შესაძლოა ტექნოლოგია იცვლება, თუმცა პრინციპს ვერაფერი ცვლის. სისტემას, რომელიც მუდმივად ითხოვს მეც, უფრო სწრაფად და იაფად. თანამედროვე ქარხნული სისტემის მამამ ჩვენ მემკვიდრეობად დაგვიტოვა ის ცივილიზაცია, რომელსაც გაჩერება აღარ შეუძლია.